მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩვენი შემდეგი გაკვეთილი. ამ გაკვეთილში განვიხილავთ Trending Views-ზე ფასის გამოსახვის სამგანსხვავებულ ტიპს. ეს არის ჩვეულებრივი კენდლები, ბარი და ჰეიკენაში. სამივე სათითაოდ განმარტავთ, რა თქმა უნდა. სანამ ამ მასალის ახსნაზე გადავალთ, ჩვენ წინა გაკვეთილში გავიარეთ პირველი ინტერფეისი, ესე რომ ვთქვა Trending Views-ზე. მარცხენა მხარეს არის drawing tool-ები, ზედა მხარეში არის კონკრეტულად ასეტების შეცვლა, time frame-ის შეცვლა, აქ გვაქვს candle-ს ანთლების ტიპები, ინდიკატორები, ალერტები, უკან გადახვევის ფუნქცია, რასაც მე ეტაპობრივად გავივლით. მარჯვენა მხარეს პირველ ეტაპზე გვაქვს watch list-ი, სადაც შეგვიძლია რომ სხვადასხვა კოინები დავამატოთ, რომ მარტივად ხდებოდეს ამისი გადართვა, თუმცა დღეს მოდი გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, რომ გავიმეოროთ კიდე ის ადგილი, თუ როგორ შევცვალოთ ასეთის ფასი. დავაწვეთ აქ და შესაბამისად ჩავწეროთ, მაგალითისთვის ავიღოთ Solana-ს ფასი ამერიკულ დოლართან მიმართებაში, ანუ USDT ესე რომ ვთქვათ, და შესაბამისად ამას რომ ჩავწერთ, ჩვენ თქვით, რომ ბევრ სხვადასხვა ბირჟას ამოყრის და კონკრეტულად ის ბირჟა უნდა ავირჩიოთ, რომელ ბირჟაზეც უშუალოდ გვინდა ვაჭრობა, ესე რომ ვთქვათ რა. ეხლა დავუბრუნდეთ სანთლების ტიპებს. ესე იგი, სამივე გრაფიკი გვიჩვენებს ფასის მოძრაობას, მაგრამ ინფორმაციის წარმოდგენის მეთოდი და დანიშნულება განსხვავებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, ანუ ჩვეულებრივი კენდლები და ბარები გვიჩვენებს რეალურ საბაზრო ფასებს, ხოლო ჰეიკენაში არის გამოთვლილი დამუშავებული გრაფიკი და მისი სანთლის ფასები ყოველთვის რეალურ open, high, lows და close არ ემთხვევა. ეხლა ნახეთ, აი აქედან ჩამოსაშლის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ, რომ და ანუ სანთლის ტიპები ეხლა ამ კონკრეტულ მომენტში დაყენებულია იაპონურ სანთლებზე, შეგვიძლია გადავერთოთ ბარზე და შეგვიძლია გადავერთოთ ჰეიკენაშზე. ჩვენ გაკვეთილის შემთხვევაში განვიხილავთ ყველაზე სამ გავრცელებული ტიპის სანთლებს, თუმცა სხვადასხვა ტიპებიც რა თქმა უნდა ჩამოსასვლელში ჩანს, რომ არსებობს. მოდი ამ ეტაპზე დავაბრუნოთ თავდაპირველად ჩვეულებრივ იაპონურ სანთლებზე. ესე იგი, ჩვენ თქვით წინა გაკვეთილშიც, რომ სტანდარტულად სანთელი გვიჩვენებს 4 ძირითად ფასს, ეს არის რა ფასზე დაიწყო სანთელი, ყველაზე მაღალი ფასი რა იყო, ყველაზე დაბალი ფასი რა იყო და რა ფასზე დაიხურა სანთელი. ეხლა ეს რომ ვიზუალურად დავინახოთ, დასრულებული სანთლის მაგალითზე შეგვიძლია ნებისმიერზე ავიღოთ, მაგრამ ვიზუალურად კარგად ჩანს, ანუ აქ მოხდა სანთლის გახსნა, აქ მოხდა დახურვა, ესენი იყო ჭრდილები, ანუ ეგრეთ წოდებული ვიქები ზევით, ვიქები ქვემოთ. ანალოგიურად აქ მოხდა სანთლის გახსნა ამ ფასზე, აქ ფასზე მოხდა სანთლის დახურვა და ზევით და ქვევით პატარა ესეთი ამოწეულები როა, ესენია სანთლის ჭრდილები. ეხლა აქვე კიდე გავიმეოროთ ესეთი რაღაცა, რომ როდესაც მაგალითად სანთლის გახსნის ფასი, ანუ ეს ადგილი, ნაკლებია სანთლის დახურვის ფასზე, ეს ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული სანთლის განმავლობაში კონკრეტული ასეთის ფასი გაიზარდა, რაც ნიშნავს ბულიშს სანთელს, ხოლო როდესაც სანთლის გახსნის ფასი ნაკლებია სანთლის დახურვის ფასზე, ეს ნიშნავს bearish სანთელს, ანუ ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული სანთლის ფორმირების დროს ფასი დაეცა, ესე რომ ვთქვათ რა. ანალოგიურ ინფორმაციას გვაძლევს ზუსტად თუ გადავრთავთ მაგალითად ბარზე. უბრალოდ ბარზე შესაბამისად ვიზუალურად ცოტა უფრო მეტი განსხვავება გვაქვს და ეს სანთლის გახსნის და დახურვის ფასები უფრო მკვეთრად ჩანს. ანუ ნახოთ, აი მაგალითად მარცხენა მხარეს არის აი ეს ადგილი არის სანთლის, ამ კონკრეტული სანთლის გახსნის ფასი, მარჯვენა მხარეს არის თუ სად დაიხურა ეს სანთელი, შესაბამისად ზევით და ქვემოთ არის ის კონკრეტული ვიქები, რა დროსაც რომელიც სანთლის ფორმირების დროს ფასი მივიდა მაგ ზონებზე, თუმცა მაგ ზონაზე არ დახურულა რა, ესე რომ ვთქვათ რა. აი ანალოგიურია ანუ bearish სანთლის ფორმირების დროსაც მარცხენა მხარეს, ანუ სად გაიხსნა ფასი, სად დაიხურა და ამ კონკრეტული სანთლის ფორმირების დროს რა ჭრილები მოგვცა კონკრეტულმა სანთელმა. დანარჩენი განსხვავება ესეთი რომ ვთქვათ, ჩვეულებრივ იაპონურ სანთლებსა და ამ ბარებს შორის არ არის და ძირითადად კენდლები და კონკრეტულად ეს ბარები გვაძლევენ
4 ტიპის ინფორმაციას, ანუ სანთლის გახსნა, სანთლის დახურვა, სანთლის high და სანთლის low. ხშირ შემთხვევაში ტერმინები აბნევს ხოლმე დამწყებ ტრეიდერებს, ანუ open, close, high და low, ინგლისურიდან ქართულზეც რო გადმოვიყვანო, ძალიან მარტივია, გახსნა, დახურვა, ყველაზე მაღალი ფასი და ყველაზე დაბალი ფასი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა შინაარსობრივად იცოდეს, თორე ხა მაგას ინგლისურად ვიტყვით, რუსულად თუ ქართულად აზრი არ აქვს. თავარია შინაარსი გვესმოდეს, რა ინფორმაციას გვაძლევს კონკრეტული სანთელი. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ ჰეიკენაშის ტიპის სანთელზე და ჰეიკენაშზე გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ ჰეიკენაში უკვე ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავდება სტანდარტული კენდლის და ბარებისგან. რა ჰეიკენაში ვიზუალურად გავს ჩვეულებრივ კენდლსტიქს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სანთელი არ არის. ჰეიკენაშის სანთლები რეალური სანთლის მონაცემებით პირდაპირ არ იხატება. TradingView მათ სპეციალური ფორმულის საშუალებით ითვლის, ანუ მისი მთავარი დანიშნულებაა ფასის მოძრაობის გასუფთავება და ტრენდის უფრო მარტივად დანახვა. ზოგადად ჰეიკენაში გამოითვლება ბოლო 4 საშუალო, ანუ ბოლო 4 სანთლის საშუალო არითმეტიკულის და შესაბამისად უკვე სხვადასხვა ფერებში აფერადებს კონკრეტულად სანთლებს, რომ ანუ მაგალითად ბოლო 4 სანთელი თუ მაგალითად იყო ბულიში და ფასი ზევით მიდიოდა, ჰეიკენაში ერთ სანთელს დაგვიხატავს, რომელიც იქნება მწვანე, ესე რომ ვთქვათ რა. ხოლო თუ ბეარიში იყო, შესაბამისად დაგვიხატავს წითელს. ანუ მარტივად რო ვთქვათ, უყურეთ, ეხლა განსხვავება რო დავინახოთ აქ რა. ნახეთ ეხლა მე გავაკეთებ ესეთ რაღაცას, რომ ამ ფენაზე ეხლა გადმორთული გვაქვს სანთლებიდან ეს დაყენებული გვაქვს ჰეიკენაშზე ვიზუალიზაციისთვის და მარტივად გასაგები რო იყოს, მე შემოვიტან მეორე ფენას, ეს უფასო ვერსიებში შეიძლება არ გამოგიჩნდეთ, თუმცა ფასიან ვერსიაზე შემიძლია რომ ორი სხვადასხვა ფენა ვამუშაო, ერთ ფენაზე მქონდეს ჰეიკენაშის სანთელი, ხოლო მეორე ფენაზე აქედან ჩამოშლით და ავირჩევ ჩვეულებრივ კენდლებს და აი ეხლა გავიაროთ ეს მონაკვეთი, ანუ კონკრეტულად ავიღოთ ეს ადგილი. ნახეთ. ერთი წამით. ეხლა მოვნიშნოთ ეს და ანუ ეს ადგილი დაახლოებით აი ეს ადგილია რა. ვიზუალურადაც რომ სწორად დავინახოთ. ანუ ნახეთ, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც ჰეიკენაში თუ უყურებდით სუმწვანე სანთლები მოგწვა, თუმცა რეალურად რო უყურებდეთ ამ სანთლებს, ანუ კენდლებს და ბარებს, აქ გვაქვს შერეულად წითლებიც, რომელიც აქ მწვანეთ არის აღნიშნული. ანუ ჰეიკენაში ძირითადად გამოიყენება უშუალოდ ტრენდის იდენტიფიცირებისთვის რა და ძირითადად მაშინ ვხედავთ ესე თანმიმდევრულად გადამომწვანე და წითლებს სანთლებს, როდესაც ზოგადად ტრენდი არის ძლიერი, ესე რომ ვთქვათ რა, ანუ კონკრეტული მიმართულებით მიდის. ანუ დასკვნა მთავარი აზრი არის შემდეგში, კენდლები და ბარები რეალური სანთლის მონაცემებს გვაჩვენებს, მათ შორის განსხვავება ძირითადად მხოლოდ ვიზუალურია, ჰეიკენაში კი ამ მონაცემების სპეციალური ფორმულირებით ითვლის, ამუშავებს, რის გამოც ჩარტი უფრო გლუვი ხდება და ტრენდის დანახვა მარტივდება. ამიტომ არ არსებობს პასუხი, რომ რომელიმე მათგანი ყოველთვის უკეთესია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვაკეთებთ რა. მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჰეიკენაშის ანუ სანთლის კონკრეტულად open, high, low და close-ის ზუსტი მომენტისთვის კალკულაციისთვის არ გამოიყენება, იმიტომ რომ ჩვენ თქვით, რომ ჰეიკენაში არის ბოლო 4 სანთლის საშუალო არითმეტიკულის მიხედვით ჩამოყალიბებული სანთელი, ესე რომ ვთქვათ რა. და ჩვეულებრივად კენდლი და ბარი პირდაპირ ბირჟიდან იღებს მონაცემებს და შესაბამისად ნებისმიერი სანთელი ზუსტად ემთხვევა იმ კონკრეტული ბირჟაზე ფასის მოძრაობას, ესე რომ ვთქვათ. ეს არის და ეს მინდოდა რომ ამ ვიდეოში გაგვიარა რა, ანუ მარტივი შეჯამება რომ გავაკეთოთ, ხო? ანუ სანთლის სამი სხვადასხვა ტიპია, ეს არის კენდლი, ბარი და ჰეიკენაში, ეს სამი სხვადასხვა ტიპი არის, რომელიც ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებულია, თორე არსებობს კიდე სხვადასხვა ტიპები, ამაზე შეგიძლიათ თქვენ თვითონვე მოიძიოთ ინფორმაციები თუ დაინტერესდებით ყოველ შემთხვევაში, ხოლო ჩვენ დღეს ვისაუბრეთ სამ ყველაზე ფართოდ ცნობილ ტიპებზე. ჩვენ თქვით ასევე, რომ ჩვეულებრივი კენდლები და ბარები ფაქტიურად ერთ-ერთში ემთხვევა ყველაფერს, უბრალოდ ჩვეულებრივი კენდლებსა და ბარებს შორის ვიზუალური განსხვავება, ხოლო ჰეიკენაშის შემთხვევაში, ჰეიკენაში უკვე ფორმულირებით მიღებული სანთელია, რომელსაც სისტემა ბოლო 4 სანთლის საშუალო არითმეტიკულებით ითვლის და თუ საერთო ჯამში
ფასი მიდის მაღლა, ესე რომ ვთქვათ, გვაძლევს მწვანე სანთლებს, თუ ფასი მიდის ქვემოთ, გვაძლევს წითელ სანთლებს. ხშირ შემთხვევაში ჰეიკენაში იყენებენ ხოლმე რაღაცა ტრენდის კონფირმაციისთვის, აი მაგალითად ეს ზონა გვაქვს ახლა ესეთი, რომ სულ გაწითლდა და ძალიან კარგად აღნიშნა, მაგრამ გვაქვს ცრუ გაფერადებები, ესე რომ ვთქვათ რა, ისევ და ისევ ჩვენი ვაჭრობის სტრატეგია და მიმართულება არც ერთ მათგანზე არ უნდა იყოს ბოლომდე დამოკიდებული. ეს კონკრეტული ტიპის ინფორმაცია ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც დამატებითი კონფირმაციის საშუალებად, ესე რომ ვთქვათ. მადლობა, ვინც ბოლომდე უყურა ვიდეოს.